ჩვენს ეთერში სამედიცინო რუბრიკის დროა და ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. რაც უფრო ადრე ხდება დაავადების აღმოჩენა, მით მეტია ეფექტური მკურნალობისა და გართულებების თავიდან აცილების შესაძლებლობა, ხო? ამაზე ყველაფერს ხვდებით. სწორედ ამიტომ ახალშობილთა სკრინინგისა და პერსონალიზებულ მედიცინას დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. რას გულისხმობს ინდივიდუალურად მორგებული სამედიცინო მიდგომა? როგორ მუშაობს საქართველოში ახალშობილთა სკრინინგის სისტემა და რა შესაძლებლობებს თავაზობს სახელმწიფო იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვებს? სწორედ ამ მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ პედიატრთან ნინო ვარდოსანიძესთან ერთად. დილამშვიდობისა. ქალბატონო ნინო, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად საუბრობენ პერსონალიზებულ მედიცინაზე. საინტერესოა როგორ იგეგმება თითოეული ბავშვის მკურნალობისა და მეთვალყურეობის ინდივიდუალური გეგმა და რატომ არის ეს მიდგომა ამდენად მნიშვნელოვანი თანამედროვე პედიატრიაში? გეთანხმებით, ეს არის დღეს ერთ-ერთი მოწინავე მიდგომა. პერსონალიზებული მიდგომის დროს ვითვალისწინებთ არა მხოლოდ პაციენტის ფენოტიპს, ანუ სიმპტომურ გამოვლინებებს, არამედ ყურადღებას ვაქცევთ მასთან გენოტიპურ თავისებურებებს. აი მაგალითად შეიძლება პაციენტთან ჩატარდეს გენოტიპური ტესტირება და ტესტში იყოს ესეთი პასუხი, რომ გაურკვეველი მნიშვნელობის მუტაცია. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით შეიძლება ეს მუტაცია არ არის მიჩნეული როგორც დაავადების გამომწვევი, ასეთი პაციენტები არჩევიან ჩვენი ყურადღების მიღმა და მათთან დგება ინდივიდუალური მონიტორინგის და მკურნალობის გეგმა, ვინაიდან რაღაც ეტაპზე შესაძლებელია, რომ ეს მუტაცია გადაკლასიფიცირდეს, ანუ შეიცვალოს და გახდეს პათოგენური, სამყაროს სიმპტომები ყველაფერი ვითარდება, ესეთი შემთხვევები გროვდება და როდესაც რამდენიმე ექიმი აღწერს პაციენტებს მსგავსი მუტაციით, რომელთაც უკვე აქვთ სიმპტომები, რა თქმა უნდა, უკვე დაავადების გამომწვევი გახდება და ამ დროს ჩვენ მის გვერდზე ვიქნებით და დავახმარებით ყველამ. აი, რამდენად მნიშვნელოვანია გენეტიკური დაავადებების და თავისებურებების გათვალისწინება, დაუშვათ დიაგნოსტირების, რაღაცა მკურნალობის პროცესში, აი, რამდენად უმნიშვნელოვანესი არის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ შესაძლოა სხვადასხვა გენეტიკურ დაავადებას ჰქონდეს აბსოლუტურად ერთნაირი სიმპტომატიკა პაციენტთან და ყოველთვის მხოლოდ ობიექტური გასინჯვით აღნიშნულის მიხვედრა ძალიან რთული არის და ამიტომ გვჭირდება ხოლმე გენეტიკური ტესტირება და საბოლოო დადასტურება და შემდგომ საჭიროებისას მკურნალობის ცვლილებაც. ხშირად გარეგნულად აფასებენ მშობლები ბავშვებს, ხო? რა თქმა უნდა, კარგად გამოიყურება არაფერი, ხო, და ჯანმრთელია. მაგრამ მაინც ძალიან საინტერესოა ახალშობილთა და ჩვილთა სკრინინგი. აი ამ თემაზეც რომ რა სიმპტომით უნდა მიხვდეს მშობელი თუ პრევენციის მიზნით ყველა ბავშვმა უნდა გაიაროს ეს სიმპტომებზე ჩვენ კიდევ წინაც ვისაუბრებთ. სამწუხაროდ ყოველთვის ჯანმრთელი ბავშვი ვიზუალურად ჯანმრთელი, როცა არ არის გამოხატული რაიმე დისმორფული ცვლილება, არ ნიშნავს ჯანმრთელ პაციენტს, ვინაიდან ზოგჯერ ორგანიზმში ბიოქიმიურ ჯაჭვებში ხდება გარკვეული ცვლილებები და ეს იწვევს შემდგომ დაავადებისთვის მახასიათებელი სიმპტომების გამოვლენას. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყოველთვის პაციენტს ყავდეს ერთი და იგივე პედიატრი, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს, იმიტომ რომ ნეონატოლოგისთვისაც, ვინც სამშობიაროში მუშაობს, ხო, პირველი შეხედვით და ერთი შეხედვით შეიძლება იყოს პაციენტი ჯანმრთელი, მაგრამ სიმპტომები სამწუხაროდ რაც თქვენ იკითხეთ, არის არასპეციფიური და მოგვიანებით ვითარდება. ზოგიერთ შემთხვევაში, როცა სიმპტომი უკვე გამოვლინდება, საკმაოდ გვიანია და ამ დაზიანების უკვე განვითარება ვეღარ ხდება. და ალბათ აი ამ პედიატრის დაუშვათ არსებობა ალბათ იმიტომ არის საჭირო, რომ მთელი ისტორიის მანძილზე დაუშვათ იცოდეს ბავშვის განვითარების იცნობს პაციენტს კარგად და იცის მისი ხასიათიც კი და სამედიცინო ისტორია. აი დღეს საქართველოში ახალშობილთა სკრინინგი რამოდენიმე დაავადებას მოიცავს, ხო? ესე ვიცი, რომელი დაავადებების გამოვლენა შეუძლია პროგრამას და როგორ ვითარდება ის წლების განმავლობაში? 2003 წლიდან არის საქართველოში ახალშობილთა სკრინინგი და პირველ ეტაპზე ხდებოდა მხოლოდ ფენილკეტონურიის მიმართ სკრინინგი. ამჟამად 6 დაავადებას მოიცავს. ეს არის ფენილკეტონურია, თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი, ცისტური ფიბროზი, ბიოტინის ცვლის დარღვევა, თირკმოზა და ჯირკვლის ჰიპერპლაზია და გალაქტოზემია. წლებთან ერთად, როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც ემატება სკრინინგს დაავადებები და ეს ყველაფერი ფართოვდება. და თავად სკრინინგი როგორ ტარდება? რამდენად კომფორტულია ან არაკომფორტული პაციენტისთვის? რამდენად უსაფრთხოა? და რამდენად უსაფრთხოა კი, რადგან
მაინც გაშუქების აპარატია, ხო, ესე რო ვთქვათ, ესე სამომხმარებლო ენაზე. მაგრამ რეალურად კაპილარული სისხლის აღება ხდება უბრალოდ ქუსლიდან. პრინციპში უსაფრთხო არის, მინიმალურ დისკომფორტს რა თქმა უნდა იწვევს, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ შვილზე და აღება ხდება დაახლოებით დაბადებიდან მეორე დღეს, თუმცა ნამდვილად უსაფრთხო არის და მცირედ დისკომფორტი ახლავს, რა თქმა უნდა. აი თუ სკრინინგში დაუშვათ რაღაცა მონაცემი ან შემცირებულია, ან მომატებულია, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პაციენტი აუცილებლად რაიმე დაავადების მატარებელია დაუშვათ. სკრინინგის პირველად პასუხში ერთჯერადად მომატებული მაჩვენებელი ნამდვილად არ ნიშნავს თავად დაავადებას, ამ დროს საჭიროა უკვე სპეციფიური კვლევების დაგეგმვა. უმნიშვნელოვანესი არის, რომ უბრალოდ მომატებული მაჩვენებელი არ დარჩეს ყურადღების მიღმა, იმიტომ რომ საზოგადოებაში ხშირად ესეთი აზრიც მუსირებს, რომ აი მაინც მომატებულია, ყველასთან დიაგნოზის გამორიცხვა ხდება და არ გადამოწმდეს, ან პაციენტი ვთქვათ ელოდება გარკვეულ ასაკს და მერე გადამოწმდეს, რაც სამწუხაროდ არის დაგვიანებული ზოგიერთ შემთხვევაში. ახლა ნიშნებზე რომ ვისაუბროთ, რა ნიშნებმა შეიძლება მიიყვანოს ქვეშ მყოფი მშობელი სკრინინგზე იშვიათი დაავადების მიმართულებით. თუ ეს გააჩნია დაავადებას, თქვათ, როგორ დაავადებას გააჩნია, თუმცა ნებისმიერი არასპეციფიური სიმპტომი, მხოლოდ სკრინინგზე არ ვიტყოდი, ზოგადად გენეტიკურ პროფილზე ვიტყოდი, რომ ნებისმიერი განმეორებადი სიმპტომატიკა, მაგალითად, ხშირი ავადობა, ხშირი სასუნთქი-გზების ინფექციები, ხშირი ოტიტები და ასე შემდეგ, ან განვითარების ეტაპების გაურკვეველი გენეზის რეგრესი, ანუ როცა პაციენტი ვითარდებოდა და უკუ განვითარება ხდება იმ უნარების, რაც მასთან იყო სახეზე წლების წინ, კი ბატონო, ან ოჯახში მეორდება გარკვეული სიმპტომები, ესეც შეიძლება იყოს გენეტიკოსთან, ან მაგალითად ახალშობილთა სკრინინგის პასუხით დაინტერესების მიზეზი. და ასევე, ჩემი აზრით, იქნება დაინტერესების მიზეზი, თუ კი ოჯახში არსებობს რამე კონკრეტული გენეტიკური დაავადება, პრევენციის მიზნით, რომ გადაამოწმოს ოჯახმა, ხო, ბავშვის მდგომარეობა. სწორედ ეს არის, რაზეც ზოგადად გენეტიკოსები და ალბათ რეპროდუქტოლოგები საუბრობენ ოჯახის დაგეგმვის კუთხით, რომ მნიშვნელოვანი არის გენეტიკური ტესტირება ინფორმირებული არჩევანის მიღების. კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ჩაისახება. ან თუ არის რისკები, შესაძლო არის ჩასახვის შემდგომაც, ან პარტნიორის გატესტვაც. მედიცინა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რაც შეიძლება ჯამთელი თაობა დამავიდეს. იცით რა მინდა? აი მე მაგალითად ჩემს შემთხვევაში მახსოვს, რომ როდესაც რაღაც გარკვეული მიზეზების გამო დროზე ადრე მომიწია დაუშვათ მშობიარობა, ბავშვს მეორე დღეს გაუკეთეს სკრინინგი, მაშინ არ იყო რა თქმა უნდა, მაგრამ გაუკეთეს რაღაცა ანალიზი, რომლის მიხედვითაც სარქველი, გულის სარქველი ბოლომდე არ იხურებოდა. თუმცა ეს ამ წუთას, როცა ჩვენ გვითხრეს მშობლებს, ჩვენთვის რაღაცა ესეთი შოკის მომგვრელი იყო, მაგრამ ექიმი ამაზე არ შეშფოთდა და აგვიხსნა, რომ ეს დროთა განმავლობაში, რადგანაც დროზე ადრე დღენაკლული გაჩნდა, დროთა განმავლობაში ეს დაიხურებოდა და ამის დავუშვათ მონიტორინგი ვაწარმოეთ და შემდეგ ეს ყველაფერი ჩადგა მწყობში და შვიდად დავიშალეთ. აი, როდესაც სკრინინგის პასუხის შემდეგ, აი რაღაცა დავუშვათ ან მომატებული, აი შემდეგი ნაბიჯი რა უნდა იყოს მშობლებისთვის, რომ ავუხსნათ ეს რამდენ ხანში ერთხელ არის რეკომენდირებული ეს მონიტორინგი, თუ ყველა შემთხვევაში სხვადასხვა ეს დრო. აი მაჩვენებლის მომატებას ან დეფიციტს გააჩნია, თუმცა როგორც წესი, ერთჯერადი გადამოწმებაც საკმარისია, იმდენად სპეციფიური ტესტირების ჩატარება ხდება, თუმცა ჩვენი მიდგომა ასეთია, ჩვენთან გადამოწმების შემდგომაც თუ ისევ არის გაურკვეველი პასუხი, ანუ არც ბოლომდე დადებითი, არც ბოლომდე გამორიცხვა, მე ვთავაზობთ უკვე გენეტიკურ ტესტირებას. ზოგჯერ მტარებელი პაციენტის, რომელიც უსიმპტომო რეალურად ასეთის გამოვლენად შეუძლია სკრინინგს და ესეც არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა, იმიტომ რომ პარტნიორის არჩევისას მან შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ პარტნიორიც გატესტოს, რომ იცოდეს რისკები დაავადების მქონე პაციენტის ბავშვის, ჩემთვის პაციენტის დაავადების. ცისტური ფიბროზი, რომელიც ასევე იშვიათი დაავადებაა. რას უნდა მიაქციონ ყველაზე მეტად ყურადღება მშობლებმა? პირველი ვიტყვი იმას, რომ სკრინინგში თუ იყო თავის დროზე უარყოფითი პასუხი, ეს ავტომატურად არ გამორიცხავს დიაგნოზს და მაინც შემიძლია ეჭვს მიტანა დაავადებაზე, ხშირი ავადობა. საკვების მონელების პრობლემები შეიძლება იყოს მაგალითად ცხიმიანი განავალი, შეიძლება იყოს პაციენტთა ხშირი ჰოსპიტალიზაცია, წონაში მატების შეფერხება. აი ესეთი სიმპტომები შეიძლება მანიშნებელი იყოს ცისტური ფიბროზის ან რაიმე სხვა ქრონიკული სასუნთქი სისტემის დაავადება.
დიაგნოზების. აი გარდა ამისა, საქართველოში მოქმედებს იშვიათი დაავადებების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა. აი ვის ეხება ეს პროგრამა და რა მომსახურებებს შეიცავს, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ბავშვი ამ პროგრამაში დარეგისტრირდეს, ან როგორ უნდა დარეგისტრირდეს აი ეს საფეხურები დაუშვათ უთხრათ. დაავადება არის ეს დაავადებების პროგრამა არის უდიდესი მონაპოვარი, იმიტომ რომ 33 სხვადასხვა დაავადებას მოიცავს და თუ პაციენტი არის პედიატრიული ასაკის და რომელიმე სპეციალისტის მიერ აქვს მინიჭებული ეს შესაბამისი კოდი ან გენეტიკური ტესტირებაა ჩატარებული და დიაგნოსტირებულია დაავადება, თავისუფლად შეუძლია მოგმართოს ცენტრში და რეგისტრირდეს, იმიტომ რომ ჩვენ ვახორციელებთ ამ სახელმწიფო პროგრამას და მონიტორინგი, გარკვეული კვლევები, აი თქვენ რაც ბრძანეთ ცისტური ფიბროზის შემთხვევაში უამრავი მედიკამენტიც კი არის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი. დიახ და ამ პროგრამაში მონაწილეობაც და რეგისტრაციაც არის გამარტივებული პროცესი. მონიტორინგის ხელმძღვანელს ამ შემთხვევაში ქალბატონ დოდო აგლაძეს მიმართავენ და შესაბამისად უკვე ის მოგვარებს. აი თქვენ დაუშვათ თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე რადგანაც პრაქტიკოს პედიატრი ბრძანდებით, აი უფრო ხშირ შემთხვევაში რომელ დაავადებასთან არის ხოლმე საქმე? რომელ იშვიათ დაავადებას გამოარჩევდით, რომელიც ხშირია სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში? კი, რაც სტატისტიკა გვაქვს იმას თუ მივაქცევთ ყურადღებას, ალბათ ფენილკეტონური, ამიტომ 250-ზე მეტი პაციენტია და ცისტური ფიბროზის 100-მდე პედიატრიული ასაკის და კიდევ 20-მდე ზრდასრულ. მაინც ვიტყოდი, რომ ხშირი არის კი ეს დაავადება. ეს კონკრეტულად თქვენ მედიკამენტურ ენაზე, აი ჩვენ სამოყვარულო ენაზე რა დაავადებაა? ცისტური ფიბროზი ეს რაც უკვე ახსენეთ, სასუნთქი სისტემის ინფექციები და უფრო პრინციპში მულტისისტემური დაავადება, ფენილკეტონურის შემთხვევაში რძეში და ზოგიერთ საკვებში შემავალი ფენილანინი, ანუ ცილის გადამუშავება არ შეუძლია და იწვევს გონებრივ ეტაპების შეფერხებას, განვითარების შეფერხებას, ზოგიერთ შემთხვევაში გულყრებს და ასე შემდეგ. გლობალური განვითარების შეფერხებას მარტივად. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ გადაცემის სტუმარი იყო ნინო ბარდოსანიძე, პედიატრი და ვსაუბრობდით იშვიათ დაავადებებზე, მის სკრინინგზე და სახელმწიფო პროგრამაზე, რომელსაც თავაზობს სახელმწიფო ჩვენ ქვეყანა პატარა პაციენტებს. ჩვენ რა თქმა უნდა ვისურვოთ, რომ ძალიან იყოს ჯანმრთელი და ფაქტობრივად არავის არ გამოეყენებინოს, რადგან იყოს ყველა ჯანმრთელი. პრევენციული სახე ქონდეს ამ ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა. გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებებს.